ჩვენ უკვე სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ ეთერს, უნდა ვისაუბროთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ამბავზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წლის მნიშვნელოვან ამბადაც იქცა. ეს არის 6 მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული საამიროებიდან. შოთა ბერეკაშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. მოგესალმებით. მართლაც არა მხოლოდ კვირის, ალბათ შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რა მნიშვნელობის მოვლენასთან გვაქვს საქმე, როგორ იმოქმედებს ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და რა ცვლილებებს ელოდებით თქვენ მთლიანობაში? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მართლა წლის მოვლენა არის ის, რაც მოხდა, კერძოდ MRI-ის მსგავსი დეველოპერული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში და უპრეცედენტოდ დიდი 6 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციების პროგრამის ხელმოწერა, რომელიც მომდინარე კვირაში ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ჯგუფთან ერთად წარმატებულად გააფორმა და ეს უაღრესად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მინდა პირველ რიგში მიულოცო პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს ასეთი წარმატებული ვიზიტი და მთელ ეკონომიკურ ჯგუფს. იმიტომ რომ მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურმა ჯგუფმა ძალიან პროაქტიულად იმუშავა, რომ ეს შეთანხმება მოხდარიყო. ეხლა სანამ ეკონომიკურ გავლენებზე და შედეგებზე ვისაუბრებით და რა სიკეთეები შეიძლება მოიტანოს ამან, მინდა ორი სიტყვით თქვა MRI-ის ჯგუფის შესახებ, რომ ჩვენს მაყურებელს წარმოდგენა ჰქონდეს თუ რასთან გვაქვს საქმე. MRI-ის ჯგუფის აქტივების ღირებულება შეადგენს 48.2 მილიარდ დოლარს. რაც ნამდვილად შტამბეწავია. მათთვის ქვეშ არის პრიმიუმ კლასის კომერციული ფართები, სადღაც 1.4 მილიონი კვადრატის და 38 პრიმიუმ სასტუმროებს მართავენ სხვადასხვა ქვეყნებში. განხორციელებული აქვს პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის თურქეთი, საუდის არაბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები. და აღნიშნული პროექტის და შეთანხმების ფარგლებში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოხდება თბილისში და რაც ასევე აღსანიშნავია აჭარის რეგიონში. და აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება პრიმიუმ კლასის საცხოვრებელი, კომერციული ფართები, სასტუმროები და სხვა პრიმიუმ კლასის მიმყოლი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ეხლა რა ეფექტი ექნება აღნიშნულ პირდაპირ ინვესტიციებს ჩვენს ეკონომიკაზე? ხომ ექნება პირველადი ეფექტი ნიშნავს იმას, რომ 6 მილიარდის პირდაპირი ინვესტიცია მოხდება ქვეყანაში და ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება უძრავი ქონების და დეველოპმენტის სექტორში. ასევე მიმყოლი ეკონომიკურ სექტორებში, როგორიც არის მშენებლობა, როგორ არის სამშენებლო წარმოება, სამშენებლო პროდუქტების წარმოება, ასევე მომსახურების სექტორში. ეხლა წარმოგიდგენიათ, რომ 6 მილიარდის მომსახურება ფინანსურ სექტორმა უნდა გაატაროს, ესე იგი ბანკები აქტიურად ჩაერთვებიან, იურიდიული კომპანიები აქტიურად. მხოლოდ ერთ სფეროში არ ხდება ამ თანხის ინვესტირება. რაც აღსანიშნავია, ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ არსებითად მაღალი შემოსავლიანი სამუშაო ადგილები შეიქმნება. და საუბარია ჩვენ იმას, რომ საშუალოდ წლიური პირდაპირ უცხოური ინვესტიცია დაახლოებით 2 მილიარდის ფარგლებშია, ეს მართლა შთამბეჭდავია. ეს იქნება პირდაპირი ეფექტი და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ ამას ექნება ინკლუზიური ხასიათი, ესე იგი ჩვენი ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხება და ჩვენი თითქმის ეკონომიკაში დასაქმებული ყველა მოქალაქე მიიღებს ამაში მონაწილეობას. ხო და მეორე მნიშვნელოვანი ეფექტი არის მეორადი ეფექტი და აქ მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ ფაქტორს, რომ MRI-ის ჯგუფი არის პრიმიუმ კლასის დეველოპერი. და პრიმიუმ კლასის სექტორი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ინდონეზია. და მას ყავს თავისი კლიენტების ძალიან დიდი სეგმენტი. და ეს სეგმენტი შემოვა საქართველოში და ისინი იმ მომსახურებით ისარგებლებენ და იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რომლებიც შეიქმნება MRI-ის ჯგუფის მიერ.
და აქ რა მაქვს ხედველობაში აღნიშნულ სექტორს მაღალი მოთხოვნის სერვისების მაღალი დონის მოთხოვნილება აქვს. და ეს იმას ნიშნავს, რომ პრიმიუმ კლასის რესტორნები, პრიმიუმ კლასის ბრენდული მაღაზიები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა შეიქმნება საქართველოში და აქაც კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება მაღალანაზღაურებადი. რაც იმას ნიშნავს, რომ მეორადი ეფექტი ასევე დიდი იქნება და თავისი მასშტაბებით ხომ დაახლოებით იმ ინვესტიციის დაბაწონადი იქნება, რომელიც პირველადად მოხდება. თუმცა თქვენი ოპონენტები, გულისხმობ ხელისუფლების ოპონენტებს, ეს დღეები განსაკუთრებულად აქტიურობენ იმ თვალსაზრისით, რომ ამ ამბავს უწოდეს ყალბი ამბავი, რომ ეს ინვესტიცია არ ხორციელდება, იმიტომ რომ ისინი ხომ მთელი ეს პერიოდი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში იქნება აუცილებლად ეკონომიკური კოლაფსი, რომ ჩამოშლა გაგრძელდება და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ამბავი ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეხლა ძალიან საინტერესო კითხვაა დამისვით და აქ სანამ კი პასუხობდეთ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მინდა თქვა, რომ ეს პირდაპირ ინვესტიცია 6 მილიარდის ხო უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ახლა დავსვათ კითხვა, როდესაც ქვეყანა ასეთი სიდიდის ინვესტიციას ახორციელებს, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას საქართველოს მიმართ ძალიან დადებითი განწყობა აქვს და ძალიან დადებითი განწყობა აქვს ბიზნესის განვითარების კუთხით და მომავალში ქვეყნის განვითარებას უყურებს, ხო? ეს ერთი მხრივ და ეს არის ეკონომიკური ეფექტი. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ასეთი ქვეყანა როგორიც არის არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე და ის 6 მილიარდიანი ინვესტიციით შემოდის, ჩვენ შეგვიძლია ეს აღვიქვათ როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია, რომ ქვეყანაში სადაც 6 მილიარდს დებს, აღნიშნულ ქვეყანას შეუძლია თავისი ინვესტიციების დაცვა. მხოლოდ ეკონომიკურ გარემოს არ სწავლობენ გადაწყვეტილების მიღების დროს, ხო, აქ სტაბილურობა მნიშვნელოვანი. თუნდაც სასამართლო სისტემა მაგალითად. და ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ასეთი ნაბიჯი გადადგა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძირფესვიანად შეისწავლა საქართველო და საქართველოში როგორც ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს განვითარების პერსპექტივა და ეს ხომ ბიზნესია, ხო, როდესაც 6 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებ, ხო, ყველა ბიზნესს აქვს იმის განცდა, რომ მოგებას დააგენერირებს, ხო? და სწორედ ეს ასეთი მნიშვნელობის ამბავთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეხლა ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება რამდენად რეალური არარეალური და ეს აი აბსურდული განცხადებები, ხო, ბატონ პრემიერ-მინისტრს უმაღლეს დონეზე ქონდა შეხვედრები და შეხვედრები ქონდა ემირატების პრეზიდენტთან. ხო, ასევე შეხვედრები შეხვედრა და იქ გაფორმდა შეთანხმება, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ 6 მილიარდის ინვესტიციები, პირდაპირ ინვესტიციები გახორციელდებოდა. მეორეს მხრივ იდენტიფიცირებული არის ტერიტორიები და ადგილები, სადაც ეს პროექტები გახორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო მედიამ ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია პრემიერის ვიზიტს ემირატებში და ისეთმა მნიშვნელოვანმა საინფორმაციო პორტალმა, როგორიც არის Bloomberg, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო აუტლეტი. ხო, ვრცელი სტატია მიუძღვნა ბატონი პრემიერის ვიზიტს და ამ ინვესტიციას. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სერიოზულ ინვესტიციებთან გვაქვს საქმე, ქვეყნის სერიოზულ განვითარების პერსპექტივასთან გვაქვს საქმე და ჩემთვის გაუგებარია პოზიცია ხარ თუ ოპოზიცია ხარ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოებას, ხო, აქ არ არსებობს ხარი ყველასთვის ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და პირიქით ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ჩქარი ტემპებით მოხდეს აღნიშნული პროექტის მატერიალიზება. ოპოზიციას გაცხადებული აქვს საჯაროდ, რომ მათი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება შეაფერხონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ითხოვენ სანქციებს, ითხოვენ გაფიცვებს, ეკონომიკის გაჩერებას, მათ შორის სხვადასხვა სექტორების ჩამოშლაზე ალაპარაკი. თქვენთვის რაზე მეტყველებს ასეთი მიდგომა და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, მათ შორის პოლიტიკოსის მხრიდანაც კი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკა უნდა გაჩერდეს. ხო, კითხვა დავსვათ, ეკონომიკა რომ გაჩერდეს, ვინ იზარალებს? ხო, იზარალებს ქართველი ხალხი, ხო? აი ჩვენ კარგად უნდა ახსნათ სად ვიყავით და სად მივედით ბოლო 4 წლის განმავლობაში. აი ციფრებში რომ გამოვხატოთ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა
შეადგენდა 15.8 მილიონ დოლარს, ხო? და 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ გაგვეორმაგებინა ეს ისა. და დღეს 20-24 წელს საქართველოს ეკონომიკა 33 მილიარდი არის, ხო? ხო, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და როგორ შევძელით ეს ასეთი ადვილი არ არის და რატომ არ არის თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ აწარმოე და ხელი არ შეგეწყო გარემოებებმა 4 წელიწადში ვერ გაორმაგებ შენს ეკონომიკას. თუმცა ქართული ოცნების პირობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ეს შევძელით. მაგრამ თუნდა მაინც ერთ სულ მოსახლეზე დღევანდელი შედეგი გვაქვს $9,000. სოფლიო ბანკის შეფასებით ეს არის საშუალო მაღალი ეკონომიკა შემოსავლის თვალსაზრისით და იმისათვის რომ ჩვენ გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა საჭირო არის რომ ერთ სულ მოსახლეზე $13,000 იყოს შემოსავალი. ანუ ჩვენი ეკონომიკა 33 მილიონიდან უნდა გაიზარდოს სადღაც 48 მილიარდამდე, ხო? და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მსგავსი პროექტები გახორციელდეს, ხო? და თუ კი ჩვენ შევძელით ჩვენი ეკონომიკის სამი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ხო, ეს არის ტურიზმი და დეველოპმენტი, რაც აი არის შემოცვლით, ესე იგი უნიშნელი უპრეცედენტო შემთხვევა. შემდეგ გვაქვს ენერგეტიკა და ლოგისტიკა, ტრანსპორტი, პორტები, აეროპორტები. ამ სამი მიმართულებით ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებაც ის იყო, რომ შევძლებდით იმას, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკას გავზდიდით და 48 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი გახდებოდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სწორედ ეს გვექნებოდა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაუფრთხილდეთ ამას. თითოეული მოქალაქისთვის ხო მნიშვნელოვანია რომ იმ ეკონომიკურ მიღწევებს რომელიც ჩვენ შევძელით 4 წლის განმავლობაში ეს პროცესია ხო ეს არ არის ერთხიანი პროცესი ხო გაუფრთხილდეთ და თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა შევძლოთ იმისთვის რომ ეკონომიკის დის პროცესი არ შეჩერდეს და თუკი ჩვენ ამას შევძლებთ რომ 4 წლის თავზე გვექნება ეკონომიკა რომელიც ერთ სულ მოსახლეზე $13,000 იქნება ეს იმას ნიშნავს უკვე რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნების ქვედაზღვარზე მივახცევთ და ამის შემდეგ უფრო მარტივი და ადვილი იქნება რომ იმ მიზნების მიღწევა რომელიც ჩვენ გვინდა ხომ საერთო ჯამში დავსვათ კითხვა ხო რა არის შოთას მიზანი რა არის მაგდას მიზანი რა არის გიორგის მიზანი რა არის საქართველოს მოქალაქეების მიზანი ხო მათი მიზანი არის რომ იცხოვროს დამოუკიდებელ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ხომ ეს ქმნის თავისუფლებას და ეს ქმნის მომავალს თუმცა ხელისუფლების ოპონენტებმა ამ სანქციების სიაც გამოქვეყნდა ფაქტობრივად ყველა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი შეიყვანეს ამ სიაში იმისათვის და რომლებიც ქმნიან ქვეყანაში ძირითად სამუშაო ადგილებს და რომლებიც არის ასობით 1000 ხო საბოლოო ჯამში მსგავსი ყოვლად დაუშვებელი ეს აბსოლუტურად მიუღებელი საქციელია და აღიხსნით რატო ზოგადად არ შეიძლება ბიზნესის შანტაჟი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბიზნესზე არასწორი გაგება აქვს საზოგადოების გარკვეულ ფენას, იმიტომ რომ ბიზნესი ქმნის დოვლათს, შემდეგ ქმნის სამუშაო ადგილებს და ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. ქართული ოცნების პირობებში ჩვენ შევძელით რომ ბიზნესი გავხადეთ აპოლიტიკური. ის არ არის პოლიტიკის ნაწილი, მისი ფუნქცია თავისუფალ ბაზარზე ხომ არის სამუშაო ადგილების შექმნა, დოვლათის შექმნა და ასე შემდეგ, ხომ? ხოლო ხელისუფლების როლი არის რომ ისეთი პირობები შექმნას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. ხო, კანონმდებლობის ამ შემთხვევაში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დანიშნულება არის რომ ისეთი კანონების შექმნას რომ ბიუროკრატიული მექანიზმები გაამარტივოს და ყოველივე ამას ხელი შეუწყოს ბიზნესის სწრაფ განვითარებას. ამ მიმართულებით კომიტეტში ჩვენ მუშაობთ რომ ახალი კანონმდებლობით უფრო მეტი შესაძლებლობები შევქმნათ რომ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს ქვეყანამ და მიმაჩნია რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. იმიტომ რომ თანამედროვე სოფლიოში ქვეყნებს რომელსაც ძლიერი ეკონომიკა აქვს მათ თავისუფლება აქვთ
თავისუფლება ეკონომიკა განსაზღვრავს თავისუფლებას და როდესაც ჩვენ შევძლებთ რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები გავზარდოთ, ჩვენ შევძლებთ რომ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები. აი ოპოზიციის მხრიდან ჩვენ პირიქით თვალს ვადევნებთ ბიზნესის პოლიტიზების მცდელობას, კომპანიებს მოუწოდებენ პრაქტიკულად აიძულებენ აი ამ საჯარო შანტაჟის რომ გინდა თუ არა დააფიქსირე პოზიცია, გადმოდი ჩემ აზრზე, თუ ჩემ აზრზე არ ხარ, მაშინ ესე იგი საოცარი ბულინგი და შანტაჟი მიდის ამ კომპანიების მიმართ. ხო, ამბობენ რომ ის ვინც არის მათი მომხრე, ის თავისუფალი ბიზნესია და ვინც და უშუალოდ თავს იკავებს აზრის გამოთქმისას, ის არის წნეხის ქვეშ, ხო. აი ასეთ შეფასება აბსოლუტურად მიუღებელია და აღისნით როგორ მეც მესმის განცხადებები რომ ბიზნესს მიუწოდებენ რომ გაიფიცეთ ის ხო აი წარმოუდგენელი მოვლენაა რომ ბიზნესი გაიფიცოს როგორ შეიძლება ბიზნესი რომელიც კერძოა ყოველდღე პროდუქციას ქმნის მისთვის დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი როდესაც დოვლაც ქმნის ხო და ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის რომ რაც შეიძლება მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი პროდუქცია შექმნას და უეცრად გვესვლის გავსი გაცხადებები რომ გავიფიცოთ ეს ხომ საკუთარი ბიზნეს ანგრევს ხო ხო და აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი გაცხადებები და მინდა ყველას მიუწოდო რომ გაუფრთხილდეთ იმას რაც შევქმენით და ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ ის რაც შევქმნით განვავითაროთ და გვაქვს ამის შესაძლებლობა და მე აგიხსნით რატო აი 2020-დან 2024 წლამდე ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გავორმაგება, იმიტომ რომ სწორად გამოვიყენეთ გეოპოლიტიკური სიტუაცია. სწორად გამოვიყენეთ, აი საფრთხეების სწორად შევაფასეთ და არ შევედით იქ, სადაც საშიშროება იყო, მაგრამ შესაძლებლობებიც დავინახეთ და ამ შესაძლებლობებით შევქმნით ის, რომ ჩვენი ეკონომიკა გავორმაგდა. ეხლა დღევანდელ პირობებში, როდესაც ისევ მივდივარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხომ შეიცვალა იქ ადმინისტრაცია, ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები იქნება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა ინვესტიციები ენერგეტიკის მიმართულებით, ხო და ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია. უყურე, აქ მთავარი არის პროცესების სწორად დავალაგოთ, თორე ინვესტიციის მოზიდვა პრობლემა არ არის. ასევე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სატრანზიტო კარიდორს, პორტებს, აეროპორტებს, აქაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ახალი პროექტები დაანონსონ და მე მიმართა მოსახლეობას, რომ ხელი შეუწყოთ ხელისუფლება ძალიან კარგი პრემიერი ხარ, ძალიან კარგი ეკონომიკური გუნდი ხავს, ხო და ხელი შეუწყოთ მას, რომ ის საარჩევნო დაბანანაპირები, რომელიც მან დაანონსა, რომ შეასრულოს და მივიდეთ იქ, სადაც ყველას გვინდა რომ ვიყოთ, ხო? ეს არის რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში. გასაგები, მადლობა. დიდი მადლობა შოთა ბერეკაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.